თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე უსინათლოთა კავშირში უსინათლოებს შეხვდა. ვიქტორ დოლიძე მათ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობასთან დაკავშირებით ქალაქის საკრებულოს ახალი გადაწყვეტილება გააცნო. მისი თქმით, საკრებულომ გაითვალისწინა თავისუფალი დემოკრატების ინიციატივა და 2011 წლის 1 იანვრიდან უსინათლოებსა და მათ გამყოლებს მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის საშუალება ექნებათ. მისივე განმარტებით, ამ მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან ამ ეტაპზე 50,000 ლარი გამოიყოფა. Tarifების გაზრდას ჩვენ მხარი არ დაუჭირეთ, გამომდინარე იმ რთული სოციალური ვითარებიდან, რაც ქვეყანაში არსებობს და თბილისში ამავე დროს, მაგრამ იმ სეგმენტს დაუჭირეთ მხარი, რომელიც შეეხება უსინათლოთა გამყოლთათვის უფასო მგზავრობა. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, იმიტომ რომ პრაქტიკულად აზრი ეკარგებოდა მარტო მოძრაობას ქალაქში და ეხლა უკვე ექნებათ იმის საშუალება, რომ ჩვენი თავისუფალი დემოკრატების ინიციატივით ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 1 იანვრიდან მომავალი წლის იმოძრავონ უფასოდ.